მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს მოვედი უმარტივესი და უგემრიელესი კერძით, ეს არის მაკარონი ფარშთან ერთად. გამოდის ძალიან გემრიელი და ძალიან მარტივი მოსამზადებელი. მე მაქვს ესეთი მაკარონი. ჩემი მაკარონი არის 500 გრამი თითო პაჭკო 1 კილოს ვაკეთებ, ასევე მაქვს 400 გრამი ფარში, 200 გრამი მაქვს ქათმის ფარში და 200 გრამი მაქვს შერეული ფარში. ასევე ბულგარული ხახვი, ბულგარული 1 წელი მაქვს, 1 წელი ხახვი, კარაქი, უცხო სუნელი, ხმელი სუნელი და ხმელი ოხრახუში. ეხა ხახვი დავჭრათ წვრილად. ყველაფერი მზადდება ერთ ქვაბში. მაკარონის ცალკე მოხარშვა არ დაგჭირდებათ და დამეჯერეთ მაკარონი მერე არ ჩაიშლება. უბრალოდ ზუსტად ისე მოამზადეთ, როგორც გეტყვით და ძალიან გემრიელი გამოვა და ძალიან მარტივი მოსამზადებელი. ქვაბს არ ვაცხელებ ძალიან, რადგან კარაქი დაიწვება. ოდნავ შეთქვა ქვაბი და ჩავაგდე კარაქი. ეხა ოდნავ კარაქს მოვალხობ და დავუმატებ ხახვს, რადგან არ მინდა ძალიან რომ გარცხელდეს ქვაბი, რომ კარაქი არ დაუწვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ცოტა ზედից დაუმატოთ, რომ კარაქი არ დაგეწვათ. აი ესე ოდნავ galღვება და ეხა ჩავაყრი ხახვს. ასევე შეგიძლიათ უქნათ სტაფილოც. უბრალოდ მე ხარ მქონდა სტაფილო და არ უქენი, ეს უკვე როგორც გენებოთ. სანამ ჩვენი ხახვი იშუშება, დავჭრათ ბულგარული. ბულგარულსაც ვჭრით პატარა კუბიკებად. ჩემო ძვირფასებო, ბულგარულიც გადავიტანოთ ხახვთან ერთად და ყველაფერი კარგად მობრაწოთ. ქვაბს თავს არ ვახურავთ. ჩვენ გვჭირდება ყველაფერი რომ მოიბრაწოს და არა რომ მოიშუშოს. ესე ახლა კარგად აურევ ყველაფერს და უკვე ბულგარულიც კარგად რომ შეწკინდება, დავუმატებ ჩვენ ფარშს. ფარს ვამატებ ზუსტად 400 გრამი. შეგიძლიათ 300 გრამი, 200 გრამი. შეგიძლიათ ფარშის მაგივრად სოსისიც უქნათ ან კალბასი. არა აქვს მნიშვნელობა, მაინც ძალიან გემრიელი გამოვა და თან ძალიან მარტივი მოსამზადებელი. ხავსაც ჯერ თავიდან ესე კარგად მოვშუშავ. თავს არ ვახურებ ქვავს არავითარ შემთხვევაში, რადგან მინდა რომ კონდეს მობრაწულის გემო და არა მოშუშulis. აი ნახეთ, ესე კარგად აურევ და ხახვი უკვე აქა-იქ ცოტა რომ მოიბრაწება. დავასხავ წყალს. წყალს ვასხავ ერთ ჭიქას თავიდან, რომ ფარში კარგად მომზადდეს. თავს არ ვახურავთ. წყალი როდესაც ამოშრება, ვამატებ ტომატ პასტას. და ამ ტომატ პასტასთან ერთად ყველაფერს კარგად აურევ. ესე კარგად აურევ ყველაფერს. და ჩვენი ტომატ პასტაც რომ მოიბრაწება და სასიამოვნო სუნს რომ გამოუშვებს, დავამატებ სუნელებს. სუნელებს შეგიძლიათ უქნათ თქვენი გემოვნებისამებრ, მე ვუმატებ უცხო სუნელს და ხმელ სუნელს. და ეხლა ყველაფერს კიდე კარგად აურევ. აი ესე კარგად აურიოთ ყველაფერი, მოვშუშოთ, მოვბრაწოთ. და ესე კარგად ყველაფერი ერთმანეთში რომ აერევა და მოიბრაწება, დავამატოთ მაკარონი. ჩვეულებრივად უმი მაკარონი. მე მაქვს ჩვეულებრივი მაკარონი, არანაირი რაღაც საუკეთესო ხარისხის, რომელიც მზადდება 15 წუთში, აწერია ესე. უბრალო მაკარონი მაქვს. და ეხლა ნახეთ, მაკარონს და ამ ჩვენ ფარშის მასას კარგად აურევ ერთმანეთში. ყველაფერი კარგად უნდა გავაერთიანოთ და მაკარონის ცოტა უნდა მოიბრაწოს ჩვენს ქვაბში. ნახეთ. აი, კარგად უნდა აურიოთ. ეხლა რომ პირდაპირ წყალი დავასხათ, მაკარონი ჩაგვეშლება და მაკარონსაც ცოტას რომ მოვბრაწავთ, მერე აღარ დაიშლება და გამოვა ძალიან იდეალური მასა. აი ესე კარგად ეხლა ყველაფერს აურევ. აი ნახეთ, ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ, მასა გავაერთიანოთ და თან ნელ-ნელა ჩვენი მაკარონიც მოიბრაწება. ამისთვის გვჭირდება სადღაც 3 წუთი, ყველაზე დიდი. აი ესე კარგად რო აირია ყველაფერი და მაკარონი ცოტა ოდნავ რომ მოიბრაცა, ეხა დავამატოთ წყალი. თავარია წყალი ბევრი არ მოგივიდეთ. მაკარონი თლიანად ბოლომდე არ უნდა დაიფაროს. ოდნავ უნდა დატოვოთ ადგილი. აი განახებთ. აი ესეთი რაოდენობა საკმარისია.
აი ნახეთ, ოდნავ მაკარონი რო გადაიწევა, წყალი არის. თუ მაკარონზე ზემოთ იქნება წყალი, მაშინ მაკარონი ჩაიშლება. ბევრი წყალი არ ჭირდება. და ეხლა უკვე დავაფაროთ თავი და მოვშუშოთ ყველაფერი ერთად. მანამდე დავუმატებ ოხრახურსაც, მე მაქვს ხმელი, თუ ცოცხალი გაქვს, შეგიძლიათ ბოლოში დავუმატოთ. და ყველაფერს ეხლა კარგად აურებ და დავაფარებ თავს. ეხლა ჭირდება თავის დახურება. და დაბალ ცეცხლზე უნდა მივიყვანოთ მზაობამდე. დაგჭირდება მაქსიმუმ 15 წუთი, როგორც აწერია მაკარონის ბაჯგას. აი ეხლა ავხდი თავს და ნახეთ როგორი გამოვიდა. საოცარია. ზუსტად 15 წუთი დავაყოვნე და ჩვენი კერძი მზად არის. ეხლა დავუმატებ მარილს, კიდე კარგად აურევ. და თუ ერთჯერადად აპირებთ მირთმევას, მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ ქვაბში მოვაყაროთ ყველი. და თუ თქვენი ოჯახის წევრებს ყველას უყვარს ყველი. ჩემთან არ უყვართ, ამიტომ მე ცალკე თებშებზე მოვაყრებ. ან მეორე დღეს თუ დაგჭირებათ, შეგიძლიათ მიკროტალღურში გააცხელოთ, ან თვითონვე ქვაბში გააცხელოთ, ოღონდ ცოტა წყალი დავუმატოთ და მოვაყაროთ ყველი. მე ესე თებშზე გადმოვიღებ, მოვაყრით, ცხელია და ყველი ადვილად აერევა. და გამოვდის საოცრად გემრიელი, აი დამიჯერეთ, მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი გამოდის. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი არხი, მე კიდე ძალიან ბევრ მარტივ კერძებს შემოგთავაზებთ. გააზიარეთ ეს ვიდეოები, დამწერეთ კომენტარი, თქვენთვის რთული არ არის და მე ძალიან მესიამოვნება. და ესეთი გემრიელი კერძები ხშირად დავდებთ და მოგიმზადებთ. ეს ყველაფერი მოვამზადე ერთ დღეს. ერთი ვახშამი იყო, დანარჩენი რეცეპტები მიდევს, რაც არ მიდევს კიდე გამოვა. მოიწონეთ ჩემი არხი და მომავალ შეხვედრამდე, მომავალ გემრიელობამდე.